ჩემთვის ღმერთის დიდი წყალობა იყო ის, რომ უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში გვერდით ასეთი დიდი მამები მყავდა. იმხანა ძალიან გამყარდა ჩემი ურთიერთობა ბერ პაისისთანაც. იგი თავის კალივაში მტოვებდა, რაც საკმაოდ იშვიათი რამ იყო. თითებზე ჩამოსახლნელი იყვნენ ისინი, ვინც მასთან რჩებოდა. ახლოს ვყავდი, რათა თავისი მაგალითით სულიერად განვემტკიცებინე. თითოეულ მოძღვარს საკუთარი გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ყველა მათგანს ერთი და იგივე მიზანი, ქრისტეს სიყვარული აერთიანებდა. მე ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი და ადვილად განვიკითხავდი სხვებს. ბერ პაისის ერთგვარი სახრახნისი ჰქონდა, როგორც თავად უწოდებდა, რითაც გამრუდებულ გულისიტყვებს მისწორებდა და კეთილ გულისიტყვებს შთამაგონებდა. ცხადია, რთული გარემოებებიც ჰქონდა, არაერთი გამოწვევა, განსაცდელი თუ წინააღმდეგობა შევხვდა, მაგრამ ყოველივე ეს უმნიშვნელო იყო იმ სულიერ დახმარებასთან შედარებით, რომელსაც ამ მამებისგან ვიღებდი. დაგლოცეთ მეუფეო. ქრისტემ დაგლოცოთ. წინა გადაცემაში ჩვენი თხრობა შეწყდა იმ მოვლენებთან, როცა ათონის მთაზე მონაზვნურ ცხოვრებას შეუდექით, როგორც ბერი იოსების პირველი მორჩილი. დიდი ინტერესით ველოდებით თქვენი თხრობის გაგრძელებას. დიახ, ჩვენი თხრობა 1977 წლის იანვრის მოვლენებზე შევწყვიტეთ. ამ დროს ბერი იოსები კუტლუმში სავანეში იმყოფება. სწორედ იქ გავიცანი, იგი განუცხადა ჩემი ვინაობა და რომ მე ვიყავი ის, ვინც 3 წლის განმავლობაში წერილებს ანდრიას სახელით წერდა. შევასრულე მეტანია და საკუთარი თავი მას ჩავაბარე. იმავე დროს არსებობდა სხვა ვალდებულებაც. პაფოსის მიტროპოლიტ ქრიზოსტომის, შემდგომში კი კვიპროსის მთავარეპისკოპოსის კურთხევით უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ბერი იოსებს არ უნდოდა, რომ სწავლა შემეწყვიტა. უბრალოდ მითხრა, რომ დროდადრო ერაში გავსულიყავი და გარკვეულ ლექციებს დავსწრებოდი. მეტწილად კი ათონის მთაზე ყოფილიყავი. ასეც მოხდა. თესალონიკში წმინდა თეოდორას მონასტერში დავიდე ბინა. ეს მონასტერი შუაგულ ქალაქში მდებარეობს. იქ დიდი წყალობა მებოძა, რადგან ნეტარხსენებული მონაზვნის არსენი ქლიაპას ოთახის გვერდით მომეწია ცხოვრება. მამ არსენი ჭეშმარიტად ქრისტეს შემოსილი მონაზონი გახლდათ და ჩემი შეხედულებით წმინდა ადამიანი იყო. იგი ჩვენი მოძღვრის სულიერი ძმის, მოდელმონაზონ ხარლაპის მორჩილი იყო. გარკვეული პერიოდი ათონიადაში ასწავლიდა. შემდეგ კი თესალონიკში პილიას სასულიერო აკადემიაში კითხულობდა ლექციებს. პროფესიით აგრონომი გახლდათ. მამ არსენის საოცარი გამოცდილება ჰქონდა წმინდა მთაზე. ჯერ მოსალოცად მივიდა, გაეცნო სულიერ ცხოვრებას და ეკლესიის წიაღში დაფუძნდა. შემდეგ კი დაახლოებით 38 წლის ასაკში მონაზონი გახდა. იგი მჭიდროდ დაუკავშირდა წმინდა ბერს, ბურაზერელ მოდელმონაზონ ხარლაპის და მონაზონადაც იქ აღიკვეცა. სახელად არსენი უწოდეს. მამ არსენი ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა. როდესაც მოძღვარმა თესალონიკში გამგზავნა და წმინდა თეოდორას მონასტერში მივედი, მამ არსენიმ მაშინვე მიმიღო. რჩევებს მაძლევდა და შემაგონებდა, თუ როგორ წარმემართა ჩემი ცხოვრება თესალონიკში ყოფნისას. მას წესად ჰქონდა ყოველდღიური ზიარება. ერთად მივდიოდით თესალონიკის იმ სხვადასხვა ტაძრებში, სადაც თითქმის ყოველდღიური წირვები აღესრულებოდა. და ჩვენს ყოველდღე ვეზიარებოდით. ღამეს კვნილზე იესოს ლოცვით ათევდა. იგი იმდენად შრომობდა იესოს ლოცვაში, რომ ღამით საწოლზე კი არ ეძინა, არამედ მოსასვენებელს სკამზე იჯდა და მთელი ღამე მოუკლებელად ლოცულობდა. ძალიან დიდი ლოცვითი ღვაწლი ჰქონდა. ცხადია, ასკეტურადაც ცხოვრობდა, ხორცს საერთოდ არ იღებდა, მკაცრად მარხულობდა და მთელი მონდომება იესოს ლოცვასა და ხშირი ზიარებისკენ ჰქონდა მიმართული. მას ორი ძირითადი საქმე ჰქონდა: იესოს ლოცვა და ყოველდღიური ზიარება. თავისი მაგალითით მეც ეს მასწავლა. მოძღვრისგანაც ჰქონდა კურთხევა მამა არსენის გვერდით ყოფილიყავი. ყოველდღიურ სულიერ საკითხებში რჩევისათვის მისთვის მიმემართა. ამავე დროს მჭიდროდ დაუკავშირდი მამა სვიმეონ კარაიოპულოს, რომელსაც თესალონიკში ცხოვრებისას ახსარებებს ვაბარებდი. იგი იყო ძალიან ბრძენი და წმინდა სულიერი მოძღვარი, რომელსაც თესალონიკში ბევრი სულიერი შვილი ჰყავდა. ხშირად ვესწრებოდი მის საუბრებს, ღამისთევის მსახურებებს და ყველაფერს მისგან ვსწავლობდი. მამა სვიმეონი ძალიან დამეხმარა. იმავდროულად ღვთისმშობლის ტაძარშიც ვეზიარებოდი ხოლმე, სადაც მამა გენადი დიაკაკისი მსახურობდა. თესალონიკის კიდევ ერთი სათნოებამოსილი და სახელგანთქმული სულიერი მოძღვარი, რომელთანაც მჭიდრო კავშირი მქონდა.
Დაუახლოვდი ასევე სურუტის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერს, სადაც ბერი პაისი რჩებოდა ხოლმე, როცა ათონიდან გამოდიოდა. Ღვთისმეტყველო სასწავლებლის პირველი კურსიდან მოყოლებული ამ მონასტრის მონაზვნებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. ჩემთვის ღმერთის დიდი წყალობა იყო ის, რომ უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში გვერდით ასეთი დიდი მამები მყავდა. სწორედ ისინი განმომტკიცებდნენ იმ დიდ გადაწყვეტილებაში, რომ ათონის მთაზე სამუდამოდ დავრჩენილიყავი. ასევე დიდი მადლიერებით შემიძლია გავიხსენო ჩვენი ნეტარხსენებული პროფესორი, მღვდელი იოანე რომანიდისი, რომელიც ყველა სტუდენტს ძალიან გვეხმარებოდა. ის გვირჩევდა, რომ ათონის მთაზე წავსულიყავით, შეგვეყვარებინა გონებისმიერი ლოცვა და წმინდა მამათა ტრადიცია. იმ ხანა თესალონიკში ძალიან ბევრი ხანში შესული ცერიაზიელი ცხოვრობდა. ცხადია, მაშინ ბაბუებად მეკუთვნოდნენ, რადგან თითქმის იმასაკისა იყვნენ მაშინ, რამდენიცაც ახლა მე ვარ, მაგრამ ძალიან სათნო და წმინდა ადამიანები იყვნენ. მაგალითად, მოხუცი თეოფილაქტე, რომელიც ათონელ მონაზვნებს ემსახურებოდა. ასევე სხვა ასაკოვანი ქალებიც ცხოვრობდნენ, რომლებსაც თავი ღვთისათვის და ეკლესიისათვის ჰქონდათ მიზღვნილი. აი, ასეთ წმინდა გარემოში ვცხოვრობდი. და ამას შემოძლებინა ის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაში მტკიცე დავრჩენილიყავი და ჩემი მოძღვრის მამა იოსების გვერდით ყოფილიყავი. როდესაც იგი ათონის მთიდან ერში გამოდიოდა, მუდამ მასთან ერთად ვიყავი. თავის მხრივ, მეც ვცდილობდი ხშირად დავრჩენილიყავი კუტლუმში სავანეში, ბურაზერში და ასევე ბერ-პაისისთან. ასე განვლო სტუდენტობის პირველმა წელმა. შემდგომში მჭიდრო ურთიერთობა დაამყარე ბურაზერელ მამებთან, რომლებიც ძალიან შემიყვარდნენ. ამ კრებულის მოძღვარი მღვდელმონაზონი ხარლაპი იყო. აქ ცხოვრობდა ბერი არსენიც, წმინდა იოსებ ისიქასტის თანამოღვაწე, რომელსაც ბაბუას უწოდებდით და ისიც მუდამ ჩვენს განკარგულებაში იყო. საათობით ვიჯექი მის გვერდით და ბერი იოსების ცხოვრებიდან სხვადასხვა ამბებს მიყვებოდა. იქ ცხოვრობდა მამა იოანიკეც, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი თანამედროვე წმინდანია. მე მის პიროვნებაში ნამდვილი მონაზონი ვიხილე. ამ ადამიანმა მართლაც რომ ჭეშმარიტი მონაზვლის სახე შთამაგონა. როცა მსურს წარმოვიდგინო, თუ როგორია ნამდვილი მონაზონი, გონებაში მამა იოანიკე წარმომიდგება. იგი მართლაც რომ მკვდარი იყო ამ სოფლისათვის. დიდ ღვაწლს ტვირთულობდა და ასე ცხოვრობდა, როგორც უსხეულო. ხამისთევებისგან თვალები ჩაცვენილი და ჩაშავებული ჰქონდა. ძალიან გამხდარი, თითქმის ჩონჩხად ქცეული და მოღვაწე მონაზონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბურაზერში ყველაზე რთული მორჩილებები ჰქონდა დავალებული, მუდმივი სიმშვიდე და მოუკლებელი ლოცვის მდგომარეობა ჰქონდა. ძალიან დაუახლოვდი მას და მანაც თავისი სიყვარულით განმამტკიცა. ზოგადად მისი ცხოვრება ჩემთვის დიდი მაგალითის მომცემი იყო. მახსოვს ბურაზერში ყოველდღიურ ღამისთევის მსახურებებსა და ლიტურგიებზე მუდამ ფეხზე იდგა და თვალები დახუჭული მოუკლებელად ლოცულობდა. ლოცვისა და შინაგანი მოღვაწეობისგან უსხევლო ადამიანივით გონებით მთლიანად ზეცაში იყო აღტაცებული. მუდამ ბერი არსენის გვერდით იყო და ყველაფერში ემსახურებოდა, რაც სჭირდებოდა. შემდგომში მე დამევალა მისი მსახურება. მამა იოანეკესთან ურთიერთობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი წყალობაა. გამორჩეული იყო ყველა იგი მცხოვრები მონაზონი, რომელთაგან ბევრი დღესაც ცოცხალია. მართლაც ერთგვარი თებაიდა იყო. ეს გახლდათ აკვანი მონაზნობისა, რომელსაც დაყუდების უკიდურესი სახე ჰქონდა, მაგრამ იმავდროულად ბერი ხარლაპი, ბერი არსენი და სხვა მამები დიდ მუგირს წარმოადგენდნენ ჩვენთვის. იქ ბერი იოსებიც ხშირად მოდიოდა. რადგან მამა ხარლაპის სულიერი ძმა იყო. ჩემი მოძღვრის ნებართვით შენდობის ლოცვას მამა ხარლაპე მეკითხავდა, რადგან თავად მამა იოსები მღვდელი არ იყო. ბურაზერში ხშირად ვრჩებოდი, ვიდრე მამა ხარლაპე დიონისეს სავანეში გადავიდოდა. ცხადია, იქ მუდმივად არ ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან ხშირად მივდიოდი და საკმაო ხანსაც ვრჩებოდი. იმ ხანა ძალიან გამყარდა ჩემი ურთიერთობა ბერ პაისისთანაც. იგი თავის კალივაში მტოვებდა, რაც საკმაოდ იშვიათი რამ იყო. თითებზე ჩამოსათვლელნი იყვნენ ისინი, ვინც მასთან რჩებოდა, მაგრამ მე რადგანაც უძლური ვიყავი და ხედავდა, რომ სულიერი დახმარება მჭირდებოდა, ახლოს ვყავდი, რათა თავისი მაგალითით სულიერად განმემტკიცებინე. დაახლოებით ასე განვლო ჩემი სტუდენტური ცხოვრების საწყისმა წლებმა. კუტლუმში სავანეში მთავარი ტაძრისა და ეკვდერების მოვლა დამავალეს. უნდა მომეწესრიგებინა საღვთისმსახურო ნივთები, რადგან მონასტერი თითქმის მიტოვებული იყო და
ბერ იოსებს ლიტურგიკულ საკითხებში დახმარება სჭირდებოდა. ასე დამევალა მთავარი ტაძრისა და ეკვდერების გამშვენება და დაკომპლექტება. ვიდრე კუთლუმში სავანეში ნეტარხსენებული წინამძღვარი ქრისტოდულე მოვიდოდა, იქ ერთი ძალიან კარგი მუდალმონაზონი, ვინმე მამა გრიგოლი ცხოვრობდა, რომელიც სავანის მიღმა კალიაგრიაში მკვიდრობდა და მონასტერში შაბათ-კვირას მოდიოდა. იყვნენ სხვა ხანში შესული მონაზვნებიც, მადლიანი და კურთხეული მოღვაწეები ათონური უბრალოებით. გამირჩეოდა ერთი ხანში შესული მონაზონი სახელად დამასკინი, წარმოშობით კრეტელი. დიდი მოღვაწე იყო, მასაც ძალიან დაუახლოვდი. შემდეგ როცა კუთლუმში სკიტის ერთ-ერთ კალივაში გადავიდა, მასთან მივდიოდი და ლიტურგიას აღვასრულებდა. ღვიძარე მონაზონი იყო, ღამით საერთოდ არ ეძინა, მოუკლებელად ლოცულობდა და გამონვებით მარხულობდა. კუთლუმში მკვიდრობდა მამა გერასიმეც, რომელიც ტაძრის მოვლაზე ზრუნავდა. საათობით ადრე ჩამოდიოდა, ტაძარში იჯდა და მთელი მსოფლიოსთვის ლოცულობდა. კიდევ იყო ვინმე მონაზონი მაკარე, რომელიც ათონის მთიდან არასდროს გასულა. გარდა ერთი შემთხვევისა, როცა 90 წლის ასაკში სდეულების გამო ექიმთან გავიდა. თავისი ცხოვრების წლების აბსოლუტური უმრავლესობა ათონზე გაატარა, რადგან სიყრმიდანვე იქ ცხოვრობდა. გარდა ამისა, იქ ყოფნის დროს კარიესელი მამების გალობით ვტკბებოდით. ჩვენს მონასტერში მოდიოდნენ დიაკონი დიონისე ფირფირისი, ცნობილი მგალობელი დიაკონი იოანე, დიაკონი ექვთიმე, მონაზონი იოასაფი იოასაფელთა კელიიდან და სხვა მრავალი კარიესელი მამა, რომლებიც თავიანთი ათონური ხმით, გალობის კარიესული სტილით ძალიან ლამაზად გალობდნენ. ასე ვტკბებოდით ღამისთევის მსახურებით ათონის ღვთის ასეთ მშვენიერ გარემოში. მეუფეო, ეს თქვენი სტუდენტობის პირველი წელია და უკვე ვხედავთ, რომ სულიერ ადამიანებთან ურთიერთობით დიდი გამოცდილება დააგროვეთ. ვიდრე საუბარს გააგრძელებთ, არ შემიძლია არ გკითხოთ. ამ ლოცველმა და მოღვაწე ადამიანებმა თუ გითხრეს რაიმე ისეთი, რაც დღემდე შემოგრჩათ მეხსიერებაში. გულისხმობ თესალონიკსა და ბურაზერში გაცნობილ მამებს. ხსენებულ მამებთან ჩემი საუბრები მხოლოდ სულიერი ხასიათისა იყო. არც მამებს ჰქონდათ რაიმე სხვა ინტერესი და არც მე ვესწრაფვდი სხვას. მათთან საუბრები ეხებოდა ლოცვას, მორჩილებას, მოღვაწეობასა და ყურადღებას. ახალგაზრდა ვიყავი და ყველა მირჩევდა განსაკუთრებული ყურადღება მიმექცია სხვებთან ურთიერთობებისათვის, სამეგობრო წრისა და ასე შემდეგ. თქვენ მიერ ხსენებულ მღვიძარე და მლოცველ მამებს სხვადასხვა ხედვა და გამოცდილება ჰქონდათ? თითოეულ მოძღვარს საკუთარი გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ყველა მათგანს ერთი და იგივე მიზანი, ქრისტეს სიყვარული აერთიანებდა. მაგალითად, მამა არსენი ქლიაპა მოუკლებელ იესოს ლოცვას ესწრაფოდა და ზიარების გარეშე ერთ დღესაც კი ვერძლებდა. თავისი მოძღვრისგან კურთხევა ჰქონდა და დიდ პარასკევსაც კი მღვდელი დიდ ხუჩაბადს გამზადებული წმინდა ძღვენით აზიარებდა. მისთვის წარმოუდგენელი იყო ერთი დღეც კი ზიარებისა და იესოს ლოცვის გარეშე. ამიტომაც მუდამ მოსასვენებელს კამზე ეძინა და მოუკლებელად ლოცულობდა. ზოგჯერ როცა დამინახავდა, რომ ჩემს თანატოლ სტუდენტებთან საერთო საცხოვრებლის დერეფანში საუბარს გავაბამდი, მეუბნებოდა: მამა, უკმად მეტყველება მიატოვე და იესოს ლოცვა თქვიო. მაშინვე შენიშვნას მომცემდა და სულიერი თვალსაზრისით წესრიგში მომიყვანდა. იგი არ მხოლოდ მე, არამედ ყველა ახალგაზრდას ეხმარებოდა, რომელიც მაშინ წმინდა თეოდორას მონასტერში ცხოვრობდა. მამა სვიმეონ კარაიოპულოსმა თავისი სულიერი ცხოვრებითა და ნათელი მაგალითით სამღვდელო მსახურების მშვენიერება დაგვანახა. ლიტურგია შეგვეყვარა. ძალიან ხშირად მივდიოდი მის ღამისთევებზე და ლიტურგიებზე ერთად ვსახურობდით. როგორც მშვენიერი ყვავილებით მორთულ ბაღში თითოეულ ყვავილს თავისი სურნელობა და სილამაზე აქვს, ასე იყო ამ მამების შემთხვევაშიც. ისინი 64-ის ნამდვილი ყვავილები იყვნენ, რომლებიც ღმერთმა ჩემს პირად სავალ გზაზე შემოხვედრა, რათა მათი დახმარებით სულიერი ცხოვრება მომეწესრიგებინა. მტკიცედ ყოფილიყავი და წუთისოფლის აურზაურში არ მოხვედრილიყავი. ცხადია, რთული გარემოებებიც მქონდა, არაერთი გამოწვევა, განსაცდელი თუ წინააღმდეგობა შევხვდა. მაგრამ ყოველივე ეს უმნიშვნელო იყო იმ სულიერ დახმარებასთან შედარებით, რომელსაც ამ მამებისგან ვიღებდი. ასევე, რა თქმა უნდა, ჩემი მოძღვარე ბერი იოსები თავისი სიყვარულით, თავისი ლოცვით, მაგალითითა და მუდმივი თანადგომით ძალიან დამეხმარა ჩემს გზაზე. მეუფეო, ეს ხდებოდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა იყავით. პირველი კურსის სტუდენტი. თითქოს ყველაფერი ერთბაშად მოხდა. ხედავდით ნამდვილ სიწმინდეს
და შეწევნაც მიიღეთ. შესაძლოა შეგაძრწუნათ კიდეც იმ ფაქტმა, რომ ეს ადამიანები ბუნების კანონებზე მაღლა იდგნენ. მათი ღვაწლი მე არ მაძრწუნებდა, ამ ყოველივეს ბუნებრივად მივიჩნევდი. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მანამდე ასე ამბობდით, კი მაგრამ შევძლებთ მსგავსი რამეების აღსრულებას, ეს რეალურია? მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემთვის დიდი კურთხევა და სიხარული იყო მათ სიახლოვეს ყოფნა. უდავოა, რომ მე არ შემეძლო იმის თვირთვა, რასაც ისინი ასრულებდნენ და რა თქმა უნდა, არ მქონდა მათი მსგავსი სულიერი მდგომარეობა, მაგრამ ისინი იმდენად მდაბალი ადამიანები იყვნენ, რომ თავიანთი სულიერი მიღწევების სიმაღლით თავბრუსს კი არ გახვევდნენ, არამედ ნუგეშსა და სიმხნევეს განიჭებდნენ, რომ რამდენადაც შეგეძლო, შენც მიგებაზე მათთვის და მათი ლოცვით უფრო მეტი წინსვლა გქონოდა. როგორი განცდა გქონდათ თესალონიკელ მამებთან დაკავშირებით, რომლებიც მართალია მანამდე ათონზე იყვნენ, მაგრამ ყოველივე ამას ერში აღასრულებდნენ? ისინი ამას სოფელში ცხოვრობდნენ, მაგრამ ამას სოფლის მიღმა იყვნენ. შეიძლება ითქვას, იმხანად ქალაქი თესალონიკი ათონის მთის მკვეთრი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენებოდა. ყველგან იყვნენ წმინდა ადამიანები, სათნოებამოსილი სასულიერო პირები და ერისკაცები, ნათეები. თესალონიკში წმინდა თეოდორას მონასტერში ძალიან წმინდა მსახური ყავდა. ეს იყო სათნობებია, რომელიც ჩვენი დედასავით იყო, დეიდა ბაიას უწოდებდით. მისი ქალიშვილი სუროტის დედათა მონასტერში ცხოვრობდა და ამიტომ დეიდა ბაიას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ბერ პაისისთან. ბერი პაისი სუროტის დედებისათვის ათონიდან რაღაცეებს მატანდა ხოლმე. თავის მხრივ დედები მამა პაისისთვის წერილებს მატანდნენ და აი ასე. მე შევითავსე პოსტალიონის მოვალეობა. მამა პაისის ძალიან უყვარდა დეიდა ბაია. ის ჩვენი დედა იყო, ყველაფერზე ზრუნავდა. როცა რაიმე გვჭირდებოდა, ყოველთვის მას მივმართავდით. ის იყო მლოცველი, მოსიყვარულე და მოალერსე თითოეული ჩვენგანის მიმართ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ერის ადამიანის სახით სიწმინდე დაინახეთ? დიახ, პირველად დავინახე ასეთი მოღვაწეობრივი სული და ღვთისმოშიშება ერის ადამიანში. კვიპროსზე არ ჰქონდა ასეთი გამოცდილება, რადგან მაშინ მეორე რამ არც კი გამიგებოდა. იმავდროულად ძელბედობის ჟამი იდგა. ომები, სახელმწიფო გადატრიალება, დიდი სამოქალაქო არეულობა. ცხადი ასაკითაც უფრო პატარა ვიყავი და გამოცდილებას ნაკლები მქონდა. უდავოდ კვიპროსზეც იყვნენ სათნოებამოსილი ადამიანები ჩვენ გარშემო, მაგრამ ისინი რომ დაგენახა, სულიერი თვალები უნდა ქონოდა. მე კი მაშინ ვერაფერს ვხედავდი. თანაც იმხანად სკოლის მოწაფე ვიყავი. ჩემი ფიქრები სწავლისკენ იყო მიმართული. მიტროპოლიაში ვცხოვრობდი და არაფერი ვიცოდი გარდა იმისა, რაც ჩემ თვალწინ ხდებოდა. ზემოთ მცირე აზიელი ქალები ახსენეთ. ეს გახლავთ ერთი ოჯახი, რომლის წევრებმაც ეკლესიას მიუძღვნეს თავი და ემსახურებოდნენ ათონელ მამებს, რომლებიც ათონიდან ერში გადიოდნენ. მათ ჰქონდათ ორი ბინა და მათაც იქ მასპინძლობდნენ, სადილს უმზადებდნენ და ასე შემდეგ. თუ ვინმე ბერი ან მონაზონი სამადმყოფოში იწვა, მათთან ერთად ღამეს ათევდნენ და ეხმარებოდნენ. ისინი მონაზონთა მფარველი ანგელოზები იყვნენ. რაც კი ფული ჰქონდათ, ყველაფერს მოწყალებაში არიგებდნენ. ალბათ მეტ სიმხნევესაც იძენდით, როცა ასეთ მაგალითებს ხედავდით. ძალიან დიდი დახმარება გამიწია თეოფილაქტემ, შემდეგში მონაზონმა თეოფილემ. იგი მამა სვიმეონ კარაიოპულოსის მოწაფე იყო, შემდეგ კი მონაზონად აღიკვეცა. ძალიან გაუდა წმინდა პაისის. კაცრად მოღვაწე იყო, რა თქმა უნდა ისიც კაბადოკიელი, მცირე აზიიდან. უკიდურესი მოთმინებითა და სიყვარულით ემსახურებოდა ათონის მხრიდან მოსულ მონაზვნებს. როდესაც რამე დასჭირდებოდა, საყიდლების სიას აძლევდნენ და ისიც მხარზე გადაკიდებული ჩათებით ეზიდებოდა ბრინჯს, კარტოფილს და სხვადასხვა პროდუქტს, რაც მამებს სჭირდებოდათ. თანაც ზოგიერთ ჩვენგანს თავის ახირება ჰქონდა და იმ საბრალოს უკან აგზავნიდნენ. ეს არ არის კარგი, სხვა მოიტანე, ეს ძვირია, უკან დააბრუნე. ეს არ მჭირდება და ასე შემდეგ. ის კი მშვიდი სულითა და დიდი სიმდაბლით თესალონიკის ქუჩებში მონაზონთა სიყვარულისთვის გამუდმებით წინ და უკან დარბოდა. მუდამ მონაზვნებს ემსახურებოდა. თქვენ ახსენეთ, რომ განსაცდელები და სირთულეებიც გაიარეთ. ის ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონდათ, გულისხმობ თესალონიკსა და ბურასერში, როგორ უპირისპირდებოდნენ განსაცდელებსა და სირთულეებს. ეს მამები ჩემთან განსაცდელებსა და მსგავს შემთხვევებს არ განიხილავდნენ.
უბრალოდ მათ გვერდით ყოფობა იმენად გამოუთქმელი იყო, რომ მათ წინაშე, ასე ვთქვათ, ყველანაირი გამოწვევა მცირდებოდა და ქრებოდა. მაგ დროს არც კი მაინტერესებდა განსასწრებები. ამასთან განსასწრებები მხოლოდ გარედან კი არ მოდიოდა, არამედ საეკლესიო წრიდანაც. იყვნენ ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანები, რომლებსაც ერთგვარი მსუბუქი, წინდაუხედავი ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებდა. ჩემი გონება წმინდა ღვთისკენ და გამოცდილი მამებისკენ იყო მიმართული. მათი დახმარებით ცხოვრების საზრისი შევიცანი და იმდენად დიდი რამ იყო ჩემთვის მათ გვერდით ყოფნა, რომ საერთოდ არ მაინტერესებდა სხვები რას აკეთებდნენ. თავად ეს განწმენდილი ადამიანები როგორ უპირისპირდებოდნენ განსაცდელებსა და სირთულეებს. ალბათ თქვენს გაინტერესებდათ, თუ როგორ უნდა გამკლავებოდით მსგავს შევთხოვებს. ისინი ვფრთხილობდნენ, რომ ჩემში ბოროტი გულისწყობი არ გამოეწვიათ. განსაკუთრებით წმინდა პაისი იყო ძალიან ფრთხილი და ყოველთვის ერთგვარი დადებითი გზით მისწორებდა გამურდებულ გულისწყობს. მე ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი და ადვილად განვიკითხავდი სხვებს. ბერ პაისის ერთგვარი სახრახლისი ჰქონდა, როგორც თავად უწოდებდა, რითაც გამრუდებულ გულისწყობს მისწორებდა და კეთილ გულისწყობს შთამაგონებდა. არ მაძლევდა საშუალებას განმეკითხა ის უარყოფითი მოვლენები, რომლებსაც ათონის მიღმა ყოფნისას ვხედავდი. იქ ყოველთვის იჩენდა თავს გარკვეული განსასწრებელი იმ ძმათაგან, რომლებიც იქ იყვნენ და თავისებურად ცხოვრობდნენ. როგორ გაგრძელდა თქვენი გზა პირველი კურსის შემდეგ? პირველი კურსის შემდეგ, როცა სასწავლო წელი დასრულდა, ათონის მთაზე ბერ იოსებთან წავედი და კვიპროსის შესახებ დაუწყე ლაპარაკი. კვიპროს მონაზნობა და ათონელი მამების მაგალითი სჭირდებოდა. სტავროუნის სავანე იდეალური ადგილი იყო, რადგან მონაზონთა სიმწირეს განიცდიდნენ და აქტიურობაც აკლდათ. როგორც უკვე აღნიშნეთ, იქ მყოფი მამები წმინდა ადამიანები იყვნენ. მაგრამ ხალხთან ისეთი მჭიდრო ურთიერთობა არ ჰქონდათ, როგორც მე მეგონა, რომ უნდა ჰქონოდათ, რათა ეკლესიას დახმარებოდნენ. ადგილობრივი ეკლესია გარკვეულწილად უგულებელ ყოფდა სტავროუნის მამებს. ამ სავანესთან კავშირი მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ წრეს ჰქონდა, რომლებიც მათთან აღსარებას ამბობდნენ. ამის მიღმა ამ სავანეს არავითარი გავლენა არ ჰქონდა ეკლესიის ცხოვრებაში. გამოდმებით ვეუბნებოდი მოძღვარს, რომ კვიპროსის საკითხი მადარდებდა. რა ეშველება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ადგილობრივ ეკლესიას, ჩვენს ერს? თანაც ბერი იოსებიც კვიპროსელი იყო. ცხადია, ბერი ამას სერიოზულად არ ეყიდებოდა და ამბობდა, რომ ჩვენ საკუთარი თავის დახმარება არ შეგვეძლია და სხვებს როგორ დავეხმარებითო. ასე ჩამოვყავდი ოცნებებიდან რეალურ სამყაროში. თუმცა იმავდროულად ჩანდა, რომ მასაც მკვეთრად აწუხებდა ეს საკითხი, ასე რომ მომდევნო წელს კუთლუმუშის სავანიდან წასვლაზე დაიწყო ფიქრი. კუთლუმუშის სავანის წინამძღვრადაც ჰყავდათ დადგენილი. ბერმა იოსებმა ეს ერთგვარ შესაძლებლობად მიიჩნია, რომ თავის საწადელ სიმყუდროებს დაბრუნებოდა, რადგან იგი მუდამ გაურბოდა ზედმეტ შფოთსა და საზრუნავებს. გარკვეული ხნის შემდეგ მითხრა: მამაო, გინდა ჩვენ ორნი სადმე განმარტოებით წავიდეთ? სად უნდა წავიდეთ მეთქი, მამაო? კითხე. მაგრამ მონასტრის მიღმა ვიცხოვროთ, ისინიც რომ განვითარდნენ, ახალი წინამძღვრის ხელმძღვანელობით იღვაწონო. მას შემდეგ, რაც ბერმა იოსებმა მამა ქრისტოდულეს გადააბარა მონასტერი, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობებისგან გათავისუფლდა და უდრო უზრუნველი ცხოვრების წესზე ფიქრობდა. მოვინახულეთ მონასტრის სიახლოვეს არსებული სხვადასხვა კელია, რათა სადმე უდრო და უდაბურ ადგილას გვეცხოვრო. მაშინ გაუჩნდა ბერ იოსებს უდრო ცხოვრების სურვილი. მაგრამ ეს ვითარება ჩემებურად გამოვიყენე და უთხარი: მამაო, ხომ არ წავიდეთ კვიპროსზე, ვნახოთ რა ხდება და თუ შევძლებთ, იქაურობას დავეხმაროთ მეთქი. მოძღვარს ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა კი გაიფიქრა, მოდი ჩემს სამშობლოს უკანასკნელად მოვინახულებ, მერე კი დავბრუნდები და სამუდამოდ ათონის მთაზე დავრჩებიო. ასე, ჩემი სტუდენტობის მეორე კურსზე რამდენიმე დღით წავედით კვიპროსზე. ეს საკვანძო ადგილია მეუფეო და მომდევნო გადაცემაში გავაგრძელოთ თხრობა. დიდი მადლობა.